მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ვაგრძელებთ Arduino Python-ის ვიდეო გაკვეთილებს. Ამ ვიდეოში გავივლით პირველი იუნიტის მე-17 ქვეთავს. სანამ ამ სავარჯიშოში შევალთ, პირველი იუნიტის მე-17 ქვეთავში მანამდე შეგახსენებთ, რომ მაქვს YouTube არხილევანი მასწი, სადაც შეგიძლიათ თქვენ იხილოთ სხვადასხვა კურსის ვიდეოები, ამ კურსებსაც დაემატოთ, გაიაროთ, ისწავლოთ პროგრამირება და არა მარტო პროგრამირება, აქ ბევრი სხვა რამ არის, მაგრამ ძირითადად ისწავლოთ პროგრამირება. მაგალითად, აქ დასაკრავის სიები გვაქვს, დასაკრავის სიებში სხვადასხვა კურსის ვიდეოები არის თავმოყრილი. ახლა რაც შეეხება უშუალოდ სავარჯიშოს, ესე იგი შევდივართ CodeHS-ზე. ახლა კი შევიდეთ პირველი იუნიტის მე-17 ქვეთავის მე-3 სავარჯიშოში. პირველი ეს არის ვიდეო, რომელიც არის სასწავლო ვიდეო, შეგიძლიათ უყუროთ, შემდეგ არის კვიზი, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს კვიზი და შევდივართ მე-3-ში. ახლა რა ხდება აქ? XX დავაჭიროთ, ხდება დაწერილი კოდი. ანუ დაწერილი სავარჯიშო არის, სადაც უნდა შევიდეთ და გავარჩიოთ. როდესაც runs დავაწვევით, აქ გვეუბნება რომ შეიყვანეთ რიცხვი. სანამ კოდის დეტალურ გარჩევას დავიწყებ და მანამდე გეტყვით რომ, ესე იგი ჩვენი შეყვანილი რიცხვი თუ მეტი იქნება 0-ზე, მაშინ ეს შეასრულე. თუ ჩვენი შეყვანილი რიცხვი ნაკლები იქნება 0-ზე, მაშინ ეს მოქმედებები შეასრულე და თუ არა და გააკეთე ეს. ანუ რა შემთხვევები გვაქვს, ხო? მეტი 0-ზე, ნაკლები 0-ზე, ან მესამე ვარიანტი არის უკვე 0-ის ტოლი. ესე იგი 0-ზე მეტს თუ შევიყვანთ, ჩვენ არა აქვს მნიშვნელობა, შევიყვანთ ორ, შევიყვანთ ორ, რასაც შევიყვანთ, ყველა არის 0-ზე მეტი. მაგალითად შევიყვანოთ 2. დავაწყაბუნოთ 2 შევიყვანოთ და დავაჭიროთ Enter-ს. ესე იგი თუ 0-ზე მეტ რიცხვს შევიყვანთ, მაგ შემთხვევაში აქ ხატავს პლუს. გავუშვათ თავიდან, თუ შევიყვანთ 0-ზე ნაკლებს, მაგალითად -3 შევიყვანოთ და გავუშვათ Enter-ს, ამ შემთხვევაში წერს მინუს, ხო? წერს უბრალოდ ხატავს მინუს. და თუ 0-ს შევიყვანთ 0 და Enter. აი აქ. და თუ შევიყვან 0-ს, მაგ შემთხვევაში აქ უკვე დაწერს 0-იანს, ანუ წრეს დახატავს. ახლა როგორ აკეთებს ამას, ეს გავარჩიოთ. თავიდან რომ დავიწყოთ კოდის გარჩევა, პირველ რიგში გეტყვით რომ ეს ლურჯი ასოები რაც არის, ეს არის მრავალსტრიქონიანი კომენტარი, ანუ 3 ბრჭყალები ზევით და 3 ბრჭყალები ქვევით, შიგნით, ანუ ამ 3 ბრჭყალებს შუაში, რასაც მოვაქცევთ, ის არის კომენტარი. კომენტარად იქცევა, ანუ პროგრამა ამას აღარ კითხულობს, ეს არის მხოლოდ ჩვენთვის. ეს თუ ხელს გიშლით, შეგიძლიათ წაშალოთ, თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი არის. ამას ავიტანზევით, ახლა უკვე პირველ ხაზზე რა ხდება? Speed 5, ესე იგი speed-ი ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ სიჩქარე, ეს წინა სავარჯიშოებში გავლილი გვაქვს ძალიან კარგად, რაც უკვე ვიცით, speed-ი არის სიჩქარე. 5 არის საშუალო სიჩქარე, 0 არის ყველაზე სწრაფი, 10 არის შემდეგ, 9, 8, 7 და ასე იკლებს სიჩქარე. გაიყოს ისევ 5. ახლა რაც შეეხება ამ მწვანე ასოებს, ეს მწვანე ასოებიც არის კომენტარი, ანუ Python-ში, ძიეზით რომ იწყება ტექსტი, ეს არის კომენტარი, ანუ ეს ტექსტი გადაიქცევა კომენტარად, რასაც პროგრამა ვერ ხედავს უკვე, ესეც ჩვენთვის არის. შემდეგ უკვე გადმოვედით, აი აქ ამ ხაზზე define draw 0, ხო? ესე იგი, ეს define draw 0 არის ფუნქცია. ფუნქცია არის აქ შექმნილი, ფუნქცია არის განსაზღვრული. define არის ფუნქციის განსაზღვრა, draw 0 არის ფუნქციის სახელი, 2 ფშხილი და 2 წერტილი საჭირო არის ფუნქციის განსაზღვრის შემდეგ, ანუ ეს ფუნქციის სახელი, ეს არის ფუნქციის ტანი. ფუნქციის ტანში ახლა რა წერია? pen-up არის კალმის აღება, pen-up უნდა ვუთხრათ, რომ არ დახატოს, როდესაც აი ამ პოზიციაზე წავა. ანუ სადღაც არის იმ პოზიციიდან პირობითად არის აი აქ, ხო? აი აქ. ამ პოზიციიდან სიტყვაზე თუ გვინდა ამ პოზიციაში მოვიდეს, მაშინ უნდა ვუთხრათ pen-up-ი, რომ აქედან აქ სწორი ხაზი არ დახატოს. შემდეგ set position არის პოზიცია, 0 და -50 არის ზუსტად აი ეს პოზიცია, ანუ
ჩვენ ვიცით რომ Q დასაწყისში არის ცენტრში, აი აქ და ეს კოორდინატები არის 0 და 0, ქვევით -50, -100 და ბოლოში არის -200, ანუ მარჯვნივ 200, მარცხნივ -200, ზევით 200, ქვევით -200 x და y კოორდინატები. შემდეგ pen down-ი არის რომ უკვე უნდა დადოს კალამი და circle 50 უკვე ეს ნიშნავს რომ დახატოს აქ წრე 50 პიქსელი რადიუსის მქონე. იგივე პრინციპი არის ახლა აქ ქვევით --ს და პლუსის დახატვის დროსაც, მაგრამ მაინც განვიხილოთ, ეს არის კომენტარი, ერთსტრიქონიანი კომენტარი, როგორც აი აქ ავღნიშნეთ ზიეზით, როდესაც იწყება და აქაც ისევ ფუნქცია არის განსაზღვრული. დახატოს მინუსი, ეს ფუნქციის სახელია და ფუნქციის ტანში წერია რა, წადი წინ 50 პიქსელით, დაბრუნდი უკან 100 პიქსელით და ისევ წინ წადი 50 პიქსელით. ანუ დავუშვათ აი ამ პოზიციაზე თუ არის, წავა წინ 50 პიქსელით, აი აქ რომ მოვა, შემდეგ დაბრუნდი 100 პიქსელით, ანუ უკან მოვიდეს და ისევ წადი წინ 50 პიქსელით, ანუ აქ გაჩერდეს, ანუ წინ, უკან და ისევ იმ პოზიციაზე დაბრუნდი, საიდანაც დაიწყე ამ მინუსის დახატვა. შემდეგ პლუსის დახატვის ფუნქცია არის შექმნილი, ეს ისევ ერთსტრიქონიანი კომენტარი არის, აქ ისევ ფუნქცია არის შექმნილი, სახელი არის ეს draw+ და ახლა აქ არის განსხვავებული ზედა ფუნქციებისგან, აქ არის for loop-ი შექმნილი, for in range 4, ესე იგი 4-ჯერ გაიმეორე რა. რაც ამ for-ის ტანში წერია. რა წერია ამ for-ის ტანში? წინ წადი, უკან დაბრუნდი, მარცხნივ მოbrunდი. ანუ ამ პოზიციაზე რო არის წინ წადი, უკან დაბრუნდი, მარცხნივ მოbrunდი, ეს რომ გაიმეოროს 4-ჯერ, წინ წადი, უკან დაბრუნდი, მარცხნივ მოbrunდი, წინ, უკან, მარცხნივ, წინ, უკან, მარცხნივ. ანუ მოდი ახლა გავუშვათ და თითოეული დააკვირდით ახლა როგორ აკეთებს ამას. მაგალითად, თუ ჩავწერთ 0-ს და დავაჭერთ enter-ს, აი ჩამოვიდა ქვევით, მოდი სიჩქარე შევუმციროთ, აქ დავწეროთ სიტყვაზე 2, გავუშვათ თავიდან, დავწეროთ 0 აქ და შეხედეთ ქვევით ჩამოვიდა და შემდეგ დახატა წრე. კიდე შევამციროთ სიჩქარე. 1 იყოს. გავუშვათ. ახლა დავწეროთ მაგალითად -4, enter, ნახეთ, წინ წავა, უკან წავა და მერე ისევ იმ პოზიციაზე გაჩერდება, საიდანაც დაიწყო მინუსის დახატვა. და თუ დავწერთ მაგალითად 0-ზე მეტი, 26 დავწეროთ პირობითად, enter-ს დავაჭიროთ, აი წინ უკან მარცხნივ, წინ უკან მარცხნივ, წინ უკან მარცხნივ და წინ უკან და მარცხნივ. ანუ ეს გაიმეორა 4-ჯერ, ანუ აი ამ for-ით გაიმეორა 4-ჯერ. აი გადავედით ახლა ფუნქციები გავიგეთ, უკვე განვიხილეთ, ახლა გადავედით ქვედა ხაზებზე. ესეც არის თითო სტრიქონიანი კომენტარი, ანუ ყველა ხაზს თავში აქვს ზიეზი. ეს საერთოდ შეგვიძლია წავშალოთ თუ ხელს გიშლით, მაგრამ ეს კომენტარი იმისთვის არის, რომ გითხრათ და აღნიშნოთ ეს კოდი რას აკეთებს. გადავედით ახლა ქვევით. აქ გვაქვს შექმნილი ცვლადი ეს ახსნელი მაქვს ძალიან ბევრჯერ წინა ვიდეოებში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცვლადი ეს არის, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის რაღაც ყუთი, რომელშიც შეგვიძლია ჩავაგდოთ რაღაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ რაიმე, ეს იქნება გრაფიკა, ეს იქნება ტექსტი თუ ასე შემდეგ. ახლა აქ გვაქვს ცვლადი შექმნილი და აი ეს რა არის? აქ არის ბრძანება, რომ გამოვიდეს აქ ზუსტად ეს ფანჯარა და ჩვენ შეგვეძლოს რაღაც ტექსტის ჩაწერა. int input-ი ეს არის ბრძანება, რომ ჩვენ უნდა შევიყვანოთ აუცილებლად ინტეჯერი რიცხვი, ანუ მთელი რიცხვი. enter number რომ წერია ეს გამოჩნდება აი აქ. ანუ როდესაც ჩვენ runs დავაწერით, პირველ რიგში ხომ გამოჩნდა აქ enter number. აი ზუსტად ეს ტექსტი არის აი ეს. ჩვენ თუ ჩავწერთ მაგალითად აქ რაიმე სხვას, აი მაგალითად შევცვალოთ ხო enter num, ან number შემოკლებით დავწეროთ ხო, მაგ შემთხვევაში აქ გამოჩნდება enter num. ნახეთ. ორ წერტილის შემდეგ არის space-ი და შემდეგ სიმსიმეს კურსორი, ეს იმიტომ რომ აი აქ გვაქვს space-ი დაწერილი და შემდეგ არის ბრჭყალი დასმული. თუ ამ space-ს წავშლით და runs დავაწევით, აი აქ უკვე კურსორი ორ წერტილის გვერდით იციმციმებს და აქ რასაც ჩავწერთ, მიაჯდება ზუსტად
ამის გვერდით დაიწერება, ანუ ორ წერტილის გვერდით დაიწერება. თუ space დავწერთ, მაშინ მოშორდება. გადავიდეთ ახლა აი ამაზე. ესე იგი, ეს გავიგეთ, რომ აი აქედან იწყება კოდის შესრულება. ზევით კი ფუნქციები გვაქვს შექმნილი და გვიწერია speed და ასე შემდეგ ფუნქციები გვაქვს შექმნილი, მაგრამ კოდის შესრულება იწყება აქედან სრულდება, ანუ ვიზუალურად აქედან სრულდება. გადავიდეთ ახლა pen size ეს არის კალმის ზომა, თუ რა ზომით დაწეროს, დახატოს წრე, მინუსი, ხაზი, რაც არ უნდა დახატოს, ყველაფერი ეს არის კუს კალმის ზომა. თუ მაგალითად ჩვენ აქ მივუთითებთ 1-ს, გავუშვათ და ჩავსვათ მაგალითად აქ 5, ხო? enter და აი წვრილი იქნება. ანუ პლუს დაწერს წვრილი ხაზით. თუ მივუთითებთ სიტყვაზე 30-ს, მაშინ კალმის ზომა იქნება მსხვილი, მაგალითად ახლა მივუთითოთ -2. enter. აი როგორი მსხვილი არის, კუც კი დაიმალა. აი დავაბრუნოთ ეს ისევ 10-ზე იყოს. შემდეგ აქ ფერი გვაქვს მითითებული, კუს დახატული ფიგურა იყოს ლურჯი ფერის და აი აქ გვაქვს უკვე if else პირობა. ახლა რას ნიშნავს? if არის თუ, else if არის თუ ეს პირობა არ სრულდება, მაშინ ეს პირობა შეამოწმე, ხოლო else არის ყველა სხვა შემთხვევაში. ახლა მოდი განვიხილოთ დაწვრილებით. if არის თუ, ხო? თუ ნამბერი მეტია 0-ზე. ესე იგი ნამბერი რა არის? ჩვენი შეყვანილი რიცხვი, რაც აქ შევიყვანეთ. ანუ ჩვენ როდესაც აქ შევიყვანთ რაიმე რიცხვს, ამ რიცხვს შეინახავს ცვლადი, სახელად ნამბერი. და ჩვენ უკვე ვეკითხებით აქ, ჩვენ კი არა, უბრალოდ პროგრამა ეკითხება აქ თუ ნამბერი, ანუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი მეტი იქნება 0-ზე, მაშინ შეასრულე ეს. draw plus რას ნიშნავს? draw plus არის აი აქ ფუნქცია შექმნილი. ესე იგი, თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი მეტი იქნება 0-ზე, მაშინ გამოიძახე ეს ფუნქცია, ანუ draw plus ფუნქცია გვაქვს განსაზღვრული, ანუ ფუნქცია გვაქვს შექმნილი აქ, რომელიც ხატავს პლუს, ხოლო აქ გვაქვს უკვე გამოძახებული და როდის აქ გვაქვს გამოძახებული? როდესაც ჩვენ მიერ შეყვანილი რიცხვი მეტი იქნება 0-ზე. ახლა რას ნიშნავს if number ნაკლებია 0-ზე? თუ არა და თუ. ანუ თუ ჩვენ მიერ შეყვანილი რიცხვი მეტი იქნება 0-ზე, ხომ ვეუბნებით რომ შესრულდეს ეს? თუ არა და, ანუ თუ ჩვენ მიერ შეყვანილი რიცხვი არ იქნება მეტი 0-ზე, მაშინ შეამოწმე ეს პირობა. თუ ჩვენს მიერ შეყვანილი რიცხვი არ არის მეტი 0-ზე და ჩვენს მიერ შეყვანილი რიცხვი ნაკლებია 0-ზე, მაშინ შეასრულე ეს ფუნქცია, ანუ გამოიძახე ეს ფუნქცია, რომელიც შექმნილი გვაქვს ჩვენ აი აქ. და ყველა სხვა შემთხვევაში გააკეთე ეს, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში რას ნიშნავს? თუ არც ეს პირობა სრულდება, ანუ არც ეს პირობა სრულდება და არც ეს პირობა სრულდება, მაშინ გააკეთე ეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სულ სამი პირობა. ან მეტი იქნება 0-ზე, ან ნაკლები იქნება 0-ზე, ან იქნება 0-ის ტოლი. ეს მე მგონი არ არის ახლა რთული, ესე იგი, თუ ჩვენ მიერ შეყვანილი რიცხვი მეტი იქნება 0-ზე, გააკეთე ეს, ანუ პირველად ამოწმებს ამას. თუ ეს პირობა არ იქნება ჭეშმარიტი, მაშინ გადაახტება ამას, ანუ ამ ფუნქციის გამოძახებას გადაახტება და შეამოწმებს მეორე პირობას. თუ მეორე პირობა იქნება ჭეშმარიტი, ამ ფუნქციას გამოიძახებს, თუ მეორე პირობაც არ იქნება ჭეშმარიტი, შესაბამისად არც პირველი პირობა და არც მეორე პირობა არ იქნება ჭეშმარიტი, მაშინ გააკეთე უკვე ეს. მგონი დეტალურად ავხსენი, წესით გასაგები უნდა იყოს. Next-ს დავაჭიროთ. აქ არაფერს არ ვაკეთებთ, ჩვენ გარდა განხილვისა, არც კოდს ვწერთ, არც არაფერი. თქვენ ახლა შეგიძლიათ უბრალოდ ეს მონიშნოთ, დააკომენტაროთ. და ქვევით დაიწყოთ ისევ ამ დავალების შესრულება, რომ გაიწაფოთ უბრალოდ ამ დავალებაში და ამ კოდის წერაში.
კარგი, next-ს დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ესე იგი, ახლა აქ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ამ დავალებაში გვაქვს დასაწერი კოდი თავიდან ბოლომდე ჩვენ, მაგრამ პირობა რა გვაქვს? პირობაში გვაქვს ასეთი, ესე იგი, ჩვენ კოდი უნდა დავწეროთ ისეთი, რომ მომხმარებელმა შეაფასოს 1-დან 10-მდე, ანუ შეიყვანოს რიცხვი, მომხმარებელს შეეძლოს რიცხვი შეყვანა 1-დან 10-მდე. თუ შეიყვანს მაგალითად 1-დან 4-მდე, მაშინ უნდა დაწეროს x-ი წითელი ფერის, თუ შეიყვანს 5-დან 7-მდე, მაშინ ყვითელი უნდა იყოს სწორი ხაზი, ჰორიზონტალური ხაზი, ანუ მინუსის მსგავსი ყვითელი ფერის, ხოლო თუ შეიყვანს 8-ს ან მეტს, მაშინ უნდა იყოს თოლიასავით, ანუ პტიჩკა უნდა იყოს მწვანე ფერის. კარგი, დავიწყოთ ახლა ჩვენ კოდის წერა. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ სიჩქარე. ზევით დაგვჭირდება ჩვენ რაღაც კოდების და ფუნქციებისგან საზღვრა. მაგრამ შეგვიძლიათ ასე რამდენჯერმე enter-ს დავაჭიროთ და ქვევიდან დავიწყოთ კოდის წერა. პირველ რიგში მივუთითოთ სიჩქარეს speed და მივუთითოთ 9 პირობითად, ან თქვენ რამდენიც გსურთ, იმდენი მივუთითეთ. შემდეგ გვჭირდება რაღაც ცვლადი, რომელშიდაც შევინახავთ მომხმარებლის მიერ შეყვანილ რიცხვს 1-დან 10-მდე. ესე იგი, ცვლადის სახელი გვჭირდება. დავარქვათ მაგალითად score. უდრის და რას ვწერთ, როგორ უნდა დავწეროთ ის ბრძანება, რომ მომხმარებელს შეეძლოს რიცხვის შეყვანა. int ბრჭყილი გავხსენით input ისევ ბრჭყილი გავხსენით, ისევ ბრჭყალი გავხსენით და ახლა აქ უნდა დავწეროთ ჩვენ ტექსტი, რაც უნდა გამოჩნდეს აი აქ. მაგალითად რა უნდა დავწეროთ? enter score. enter გადავიდეთ გვერდით, ჩამოვიდეთ ქვევით. ახლა რანს რომ დავაწყებით, აი აქ გამოჩნდება enter score და რა რიცხვსაც შევიყვანთ, მაგალითად თუ შევიყვანთ 6 და დავაჭერთ enter-ს, ამ 6-იანს, ანუ რიცხვ 6-იანს შეინახავს ცვლადი სახელად score. ახლა უკვე გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ესე იგი, pen size-ი განვუსაზღვროთ, აქ დავწეროთ pen size-ი უდრის 15 მივუთითოთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ if-else პირობები. ესე იგი, პირობა რა გვაქვს? თუ ნაკლებია 5-ზე, მაშინ ფერი უნდა იყოს წითელი და დახატე x-ი, თუ 5-ზე ნაკლები არა, ანუ მეტიატოლია 5-ზე და ამავდროულად ნაკლებია 8-ზე, მაშინ ყვითელი იყოს და ასე შემდეგ. ნუ ეს პირობა გავიგეთ. დასაწყისში ვახსენე, მაგრამ პირველი პირობა რა გვაქვს? თუ score-ი, ანუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი, ნაკლები იქნება 5-ზე. როგორ ვწერთ ამას? if score ნაკლებია 5-ზე, აუცილებლად აქ ორ წერტილი გავხსნათ, ჩამოვედით ქვევით და აქ უნდა იყოს ტაბით შემოსული შიგნით. ოღონდ აი ასე არა, ერთი ტაბით უნდა იყოს შემოსული. ოღონდ ორი ტაბით არა, ერთი ტაბით. შემდეგ, თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი ნაკლებია 5-ზე, ანუ უდრის 1, 2, 3 ან 4-ს. მაგ შემთხვევაში მივუთითოთ ფერი. color-ი იყოს წითელი, ანუ დავწერეთ color, გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და ბრჭყალებში მივუთითეთ red. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით enter ქვევით და აქ უკვე უნდა დახატოს x-ი, ხო? ამისათვის მოდი პირდაპირ დავწეროთ x-ი, ბრჭყილები და x ფუნქცია შევქმნათ. ავდივართ ზევით, შევქმნათ ფუნქცია სახელად x-ი, ანუ define div x-ი, ბრჭყილები, ორ წერტილი, enter. და რას ვაკეთებთ ახლა? ნახეთ, x-ი იწყება დიაგონალზე, ხო? დიაგონალურად იწყება ეს x. ამიტომ ჩვენ ეს უნდა მოვაბრუნოთ მარცხნივ 45 გრადუსით, იმიტომ რომ ხედავთ აი აქ რომ იყურება მარჯვნივ. ამიტომ დიაგონალზე თუ გვინდა რომ გავახედოთ, უნდა მოვაბრუნოთ მარცხნივ 45 გრადუსით, ანუ წერთ left 45, გადავედით ბოლოში, დავაჭირეთ enter-ს და შემდეგ უკვე რას ვაკეთებთ?
ნახეთ, როგორც პლუს ვაკეთებდით, ზუსტად ისე, ანუ წინა დავალებაში პლუსი ხომ იყო წინ უკან მარცხნივ, წინ უკან მარცხნივ, წინ უკან მარცხნივ და წინ უკან მარცხნივ, ესე იგი 4-ჯერ იმეორებს წინ უკან და მარცხნივ მოქმედებებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია აქ for loop-ი დავწეროთ, for I in range. გავხსენით ფრჩხილი, აქ დავწერეთ 4, 4-ჯერ გავიმეოროთ. 2 წერტილი, enter და რა უნდა გავიმეოროთ 4-ჯერ წინ წასვლა, უკან წასვლა და მარცხნივ მობრუნება 90 გრადუსით. ანუ forward 50 პიქსელი, შემდეგ backward 50 პიქსელი ისევ 50 პიქსელი და left 90 გრადუსი. აი მოდი გავუშვათ ახლა. გვეუბნება შეიყვანე რიცხვი, მაგალითად შევიყვანე 3, enter-ს დავაჭირე, left მეორე ხაზზე left მიწერია, left გავუშვით, დავაჭირე მაგალითად 2 შევიყვანეთ ახლა, enter და გააკეთა აი ეს. pen size აქ პოდიში ტოლობა არ უნდა, pen size არ უნდა ტოლობა, აი ასე ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ. pen size უნდა ჩავსვათ ფრჩხილებში, გავუშვით, დავწერეთ 3, enter და всё, აი x-ი უკვე გავაკეთეთ. ახლა გადავედით if პირობაზე, ისევ enter-ს დავაჭირეთ, მაგრამ if პირობა, ანუ პირველი condition-ი მორჩა, ახლა უნდა დავწეროთ else if, ანუ თუ ნაკლებია 5-ზე დავწერეთ, ახლა უნდა დავწეროთ თუ არა და, ანუ თუ 5-ზე ნაკლები არ არის და არის 5 ან 5-ზე მეტი და ამავდროულად 8-ზე ნაკლები, ანუ 4-ზე მეტი დავწეროთ, ხო? ამისათვის elif თუ გვინდა რომ დავწეროთ, if-ის გასწვრივ უნდა დავწეროთ, ანუ shift tabs უნდა დავაჭიროთ ხელი და აი if-ის გასწვრივ ქვევით უნდა მოვიტანოთ ეს მაუსის კურსორი. ახლა elif და პირობა რა გვაქვს? score მეტია ტოლია 5-ზე ან მეტია 4-ზე. and აუცილებლად end კავშირი გვინდა, იმიტომ რომ 4-ზე მეტი და ამავდროულად უნდა იყოს 8-ზე ნაკლები, ხო? ამიტომ and scores ისევ წერს score ნაკლებია 8-ზე, ანუ 7-ის ტოლი შეიძლება იყოს. აქ აუცილებლად ბევრს ეშლება and-ის შემდეგ scores აღარ წერს, ანუ ასე წერს and ნაკლებია 8-ზე. ასე არ გამოვა. and score ნაკლებია 8-ზე. 2 წერტილი გავხსენეთ, enter ჩამოვედი და რას ვაკეთებთ ახლა? თუ 4-ზე მეტია და 8-ზე ნაკლებია, მაშინ უკვე უნდა დავხატოთ ჩვენ მინუსი. მინუსი უნდა დავხატოთ და ფერი უნდა იყოს yellow, ხო? მაგალითად მივუთითოთ აქ color ფრჩხილებში, ბრჭყალებში yellow გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით და მინუსი შეგვიძლია პირდაპირ ასე მინუსი, ანუ ფუნქციას დავარქვათ ეს მინუსი. გადავიდეთ ახლა ზევით, აქ define მინუსი, ბრჭყილები, 2 წერტილი, enter. და ახლა აქ რას ვაკეთებთ? ესე იგი მინუსი თუ გვინდა რომ გააკეთოს, როგორც წინა დავალებაში გვქონდა, ზუსტად ისე უნდა გააკეთოს, ხო? წინ წავიდეს, უკან წამოვიდეს და ისევ დაუბრუნდეს თავის პირვანდელ პოზიციას. ესე იგი, forward-ი გვინდა. forward-ი 40 პიქსელით წავიყვანოთ წინ, შემდეგ backward-ი გვინდა. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე 80 უნდა იყოს, რომ აი ცენტრიდან თუ 40-ით წავა წინ და უკან თანაბარი მანძილით იყოს და ისევ forward-ი გვინდა რომ საწყის პოზიციაში დაუბრუნდეს. ისევ 40. აი, runs დავაჭიროთ, ახლა ესე იგი შევიყვანოთ 4-ზე მეტი, ანუ 5 შევიყვანოთ. enter და აი მინუსიც დახატა. გავუშვათ, შევიყვანეთ 4-ზე ნაკლები, მაგალითად 1 დახატა x-ი. კი ბატონო და ახლა უკვე გვინდა ჩვენ მესამე პირობა, რომ თუ
მეტია 8-ზე, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში გააკეთოს თოლია, ხო? ანუ ფტიჩკა, წვანი ფერის. ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ახლა უკვე else. მაგრამ, ნახეთ, დაუკვირდით, ჩვენ ხო დავწერეთ აქ score ნაკლებია 5-ზე. 5-ზე ნაკლები არის -5-იც. ამ შემთხვევაშიც x დახატავს. თუ ჩვენ გვინდა 1-დან 10-ის ჩათვლით, მაშინ რაღაც პირობების დამატება მოგვიწევს, აი აქ. მაგრამ ჯერ მოდი ასე დავწეროთ, ახლა როგორც წერთ და შემდეგ ის პირობები კიდევ დავამატოთ კონდიშენებში, ანუ აქ დავამატოთ. კარგი. ახლა რას ვაკეთებთ? else ორ წერტილი enter, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში ფერი იყოს, ანუ color იყოს მწვანე, green, გადავედით ბოლოში და გავაკეთეთ ფუნქციას, დავარქვათ, რა დავარქვათ? მოდი yes დავარქვათ. Yes. ავედით ახლა ზევით, აი აქ და შევქმნათ shift-აბით უკან დავწიეთ, შევქმნათ ფუნქცია define yes, რომელიც გააკეთებს თოლიას, ხო, პტიჩკას. ახლა როგორ უნდა გააკეთოს ეს? ამისათვის პირველ რიგში ნახეთ, ჯერ აქ უნდა დახატოს, ნახეთ, ეს არის ფაქტიურად პტიჩკა, ხო? ანუ ეს და ეს. უბრალოდ მარცხენა ფეხი უფრო პატარა უნდა იყოს ვიდრე მარჯვენა. ამიტომ როგორც x-ის დროს მოვაბრუნეთ მარცხნივ 45 გრადუსით, ზუსტად ისე left 45 გრადუსით მოვბრუნდი მარცხნივ, შემდეგ წინ წადი forward 80 პიქსელით უნდა წავიყვანოთ წინ. შემდეგ უკან უნდა დავაბრუნოთ 80 პიქსელით ისევ საწყის პოზიციაში რომ მოვიდეს, ანუ აი ამ პოზიციაში რომ მოვიდეს, ანუ 80. შემდეგ მარცხნივ უნდა მოვბრუნდეს 90 გრადუსით, left 90 გრადუსით, წინ წავიდეს უკვე ამის ნახევრით, ანუ აქ თუ წავა 80-ით, ამ ხაზის ნახევრით, ანუ 40-ით წავიდეს წინ, ხო? ანუ forward 40 და უკან დაბრუნდეს ისევ 40 პიქსელით. აი, გავუშვათ, runs დავაჭიროთ, თუ შევიყვანთ 2-ს x-ი კი, გავუშვათ, დავაჭიროთ 6-ი შევიყვანე მინუსი, გავუშვათ, 9 შევიყვანე და left ეს თუს რატო ვაკლებ? გავუშვით, შევიყვანეთ 9, enter და აი დახატა ეს ტიჩკაც. კარგი, ესე იგი check codes დავაჭიროთ და აქ რას გვეუბნება 1x-ი კი გვაქვს და ხო, ეს სრადისთვის ეს უნდა დაგვერქმია, ესე იგი show x-ის თავის დავაჭიროთ, აი აქაც გვეუბნება, კი ბატონო, ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ ახლა command-c და უბრალოდ აი აქ შეხედეთ, ანუ დაიბნეთ 4 ადგილას მოგვიწევს შეცვლა. აქ ჩავაფეისტოთ 1 2 3 check და უკვე გასწორდა. ანუ ჩათვლით ახლა ჩაგვითვალა. მაგრამ რა მინდა რომ მეთქვა, ჩვენ აქ დასაწყისში ხო გვეუბნებოდა 1-დან 10-ის ჩათვლით. მაგრამ თუ ჩვენ მივუთითებთ 11-ს, გავუშვით run-ზე 11 და enter, ხო? მაინც გვიწერს ამას, თუ მივუთითებთ -1 თუნდაც, მაინც x-ის გვიწერს. თუ გვინდა ჩვენ რომ განსაზღვრული იყოს 1-დან, აუცილებლად 1-დან 10-ის ჩათვლით, მაშინ აქ უკვე if პირობები უნდა შევცვალოთ. ესე იგი, თუ ნაკლებია 5-ზე, and rating-ი მეტია 0-ზე. მაგ შემთხვევაში გააკეთე, აბა მოდი ვნახოთ 0-იც რომ მივთითოთ. ტიჩკას გააკეთებს, იმიტომ რომ else-ი გვაქვს დაწერილი. -2 რომ დავწეროთ, ისევ ტიჩკას გააკეთებს, მაგრამ ახლა აქაც შევცვლით და აღარ გააკეთებს მაგას. ესე იგი, if დავწეროთ, if შეგიძლიათ უბრალოდ ისე
დატოვოთ როგორც გინდათ, მაგრამ 1-დან 10-ის ჩათვლით თუ გვინდა რომ გავაკეთოთ და 1-ს ქვევით რა რიცხვს მივუთითებ და 10-ზევით რა რიცხვს მივუთითებ, არაფერი არ გააკეთოს, მაშინ ასე უნდა დავწეროთ. L if აი ეს მეტია 7-ზე and ეს ნაკლებია 11-ზე, ხო? შეგვიძლია ნაკლებია ტოლია დავწეროთ 10-ზე. გავუშვათ 0 მივუთითე, არაფერი არ გააკეთა, -2 მივუთითე, არაფერი არ გააკეთა. ნუ 2 მივუთითე, წითელი გააკეთა თავისთავად, 5 მივუთითე, მინუსი გააკეთა, 8 მივუთითე, ტიჩკა გააკეთა და ახლა 10 მივუთითე, ისევ ტიჩკა გააკეთა და თუ 10-ზე მეც ანუ 11-ს მივუთითებ, არაფერი არ გააკეთა. გავიგეთ, ესე იგი, თუ უშუალოდ გვინდოდა 1-დან 10-ის ჩათვლით, მაშინ აქ უნდა დაგვემატებინა აი ეს პირობა და აქ ეს პირობა. ახლა ჩეკს დავაჭიროთ. აქ ვეუბნება, რომ L-ს უნდა გამოვიყენოთ. კარგი, მაშინ ეს მთლიანად წავშალოთ ახლა. L-ს და ესეც შეგვიძლია წავუშალოთ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, ანუ 0-ზე ქვევით რომ დავწეროთ რაიმე, ისე მწვანე ტიჩკა არ დაწეროს. კაი, გავუშვათ და აი ასე ჩაგვითვალა. Submit continuous დავაჭიროთ, გადავიდით შემდეგ დავალებაზე. გადმოვედით ამ დავალებაზე 1-17 5-ის დავალება. დავალებაში გვაქვს ასეთი, ესე იგი მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს ტექსტი, happy იქნება თუ sad და თუ შეიყვანს happy-ს, მაგ შემთხვევაში უნდა დახატოს happy face-ი, ანუ სახე უნდა ქონდეს ბედნიერი. თუ არ შეიყვანს happy-ს, ანუ ნებისმიერ სხვა ტექსტის შეყვანის შემთხვევაში უნდა დახატოს მოწყენილი smiley, ანუ sad-ი. კარგი, enter-ს დავაჭიროთ რამდენჯერმე და დავიწყოთ ახლა ცვლადის შექმნა თავისთავად, რა თქმა უნდა, ცვლადი უნდა შევქმნათ, უნდა შევინახოთ მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტი და ასე შემდეგ. ცვლადის შესაქმნელად უნდა მოვიფიქროთ ცვლადის სახელი. ცვლადის სახელი რა შეგვიძლია დავარქვათ ცვლადს. შეგვიძლია დავარქვათ happy ან რაიმე სხვა, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ happy-ს და sad-ს დავარქვათ ფუნქციებს და მომხმარებლის მიერ შეყვანილ ტექსტს შევინახავთ ცვლადში, სახელად რა დავარქვათ? მოდი დავარქვათ user, ხო? უდრის და ამ შემთხვევაში წინა დავალებებში ვქონდა int input-ი და ჩვენ გვინდა ახლა input. მხოლოდ input, იმიტომ რომ ტექსტი უნდა შევიყვანოთ input, გავხსენით ჭხილი, გავხსენით ბრჭყალი და ჩავწერეთ მაგალითად რა ჩავწერეთ? Enter character თუნდაც. ორ წერტილი გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით. ესე იგი, როდესაც ჩვენ შევიყვანთ აქ, თუ შევიყვანთ sets, მაშინ ამ ტექსტს შეინახავს ეს ცვლადი სახელად user-ი, თუ შევიყვანთ happy-ს ან ნებისმიერი აი ასე ტექსტი, რასაც შევიყვანთ, ამ ტექსტს ყველაფერს შეინახავს ცვლადი სახელად user-ი. ახლა უკვე ჩვენ გვჭირდება if else პირობა. დავიწყეთ, თუ user-ი უდრის რას, ანუ თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტი ტოლი არის happy-სი, ხო? ანუ თუ user-ი უდრის, ბრჭყალები გავხსენით და დავწერეთ აქ happy. გადავიდით ბოლოში, დავწერეთ ორ წერტილი, enter და რა თქმა უნდა, ტაბით გვაქვს შიგნით კურსორი. ანუ თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტი იქნება happy, ანუ happy-ს თუ შეიყვანს მომხმარებელი, მაგ შემთხვევაში გამოვიძახოთ ფუნქცია, რომელიც ფუნქციაც დახატავს უკვე happy face. ანუ ფუნქციას დავარქვათ, ისევ happy დავარქვათ. happy. ავიდეთ ახლა ზევით და აქ შევქმნათ ფუნქცია happy. იგი შევქმნათ ფუნქცია define happy. ჭხილები ორ წერტილი და enter. პირველ რიგში აუცილებლად გვინდა pen-up-ი, ანუ რას ვაკეთოთ? პირობა რომ გავიაზროთ, ხო? უნდა დავხატოთ ჯერ წრე, შიგნით ჩავასხათ ფერი, დავხატოთ თვალები და დავხატოთ გაღიმებული პირი. ანუ საკმაოდ ბევრი რაღაც უნდა გავაერთიანოთ ამ
ფუნქციაში. პირველ რიგში გვინდა რომ ეს q ჩამოვიყვანოთ ქვევით, მაგრამ თუ q-ს აქედან აქამდე ჩამოვიყვან ქვევით, მაშინ კალამი უნდა ავიღო რომ არ დახატოს. დავიწყოთ pen up ჭრილები. შემდეგ set position-ი მივუთითოთ, set position და პოზიცია ხომ ვიცით რომ q ცენტრში არის 0 და 0, ქვევით თუ გვინდა x პოზიცია არის ისევ 0, ხოლო y პოზიცია -50-ით ჩამოვიყვანოთ ქვევით, გადავიდეთ გვერდით, დავაჭირეთ enter-ს. შემდეგ უკვე კალამი უნდა დადოს, pen down. ჭრილები არ დაგვავიწყდეს, enter-ს დავაჭირეთ და უკვე უნდა დავიწყოთ ფერის ჩასხმა, ანუ სანამ რაღაცას დავხატავდეთ, ანუ q-ს სანამ რაღაცას დახატავდეს, მანამდე უნდა უთხრას დაიწყე ფერის ჩასხმა, ანუ begin fill-ი გვინდა, ხო? აუცილებლად აქ ქვედატირე და fill. ჭრილები enter. შემდეგ ფერი უნდა მივუთითოთ, color-ი და ფერი უნდა იყოს yellow. გადავედით გვერდით, enter-ს დავაჭირეთ და უკვე უნდა უთხრათ თუ რა უნდა დახატოს, ანუ წრე უნდა დახატოს, ხო? და რადიუსი უნდა მივუთითოთ და 50 რადიუსის მქონე იყოს, იმიტომ რომ თუ აქედან აქამდე 50 პიქსელით ჩამოვედით ქვევით, 50 პიქსელი რადიუსის მქონე უნდა იყოს, რომ წრის ცენტრი იყოს აი ამ კანვასის ცენტრი, ანუ ცენტრში დაიხატოს რა წრე. გადავედით გვერდით, enter-ს დავაჭირეთ, აუცილებლად აქ ახლა უნდა უთხრათ დაასრულე ფერის ჩასხმა, ანუ end fill. caps lock-ი ჩავდა, end ქვედატირე fill. ჭრილები. კაი, მოდი გავუშვათ. რა უნდა მე-12 ხაზში, აქ გვინდა ორი ტოლობა, უდრის შედარება. runs დავაჭირეთ, მივუთითეთ happy, enter და აი ვითელი წრე უკვე დახატა. ვაგრძელებთ ახლა smiley-ს დახატვას. პირველ რიგში დავხატოთ თვალი. ესე იგი, დავწერეთ pen up-ი ისევ. ჭრილები, enter, set position. შემდეგ გვინდა pen down. შემდეგ color და black-ი გვინდა. black. შემდეგ გვინდა რომ ფერის ჩასხმა დაიწყოს, ანუ begin fill. ანუ სწრაფად მივუყვები ახლა, იმიტომ რომ პრინციპში იგივე, ანუ წრეები უნდა დავხატოთ, ხო და ამიტომ სწრაფად მივუყვები ერთი და იგივეა, უბრალოდ set position-ი გვაქვს განსასაზღვრი და ამას მივუბრუნდები და დავწერ, რაც უნდა დავწეროთ მაგაში. დავხატოთ წრე და წრე იყოს 5 პიქსელი რადიუსის მქონე და აქ დავასრულეთ ფერის ჩასხმა, ანუ end fill. ახლა runs რომ დავაჭიროთ და აქ happy შევიყვანოთ, აქ გაიჭედება, იმიტომ რომ set position-ში არ გვაქვს მითითებული არაფერი. მოდი ვცადოთ თუ გვინდა, მაგალითად მივუთითოთ happy, enter და აი აქ set position-ში გითხრა, რომ set position-ში არ გვაქვს მითითებული. set position-ში აი აქ თვალთან რომ მოვიდეს, ზევით უნდა ავიდეს სადღაც 10 პიქსელით და მარცხნივ წამოვიდეს -15 პიქსელით. ნუ დაახლოებით -15, მძიმე და 10. გავუშვათ ახლა თავიდან და ვნახოთ, შეგვიძლია ეს პოზიციები ცოტა შევცვალოთ. happy, enter და აი აქ დახატა თვალი. თუ გვინდა რომ უფრო განზე კონდეს თვალები, ანუ უფრო ახლოს კონდეს თვალები, მაშინ პოზიციებს შევცვლით და რა თქმა უნდა, ერთ თვალის პოზიციის პარალელურად უნდა გავაკეთოთ მეორე თვალიც, ხო? ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგ ადგილზე ვფიქრობ. კარგი, გადავიდეთ ახლა მეორე თვალის დახატვაზე. ამისათვის აქ დავაწყაპუნეთ, სადაც კურსორი ციმციმებს ახლა და დავიწყეთ ისევ კოდის წერა. pen up-ი გვინდა, ისევ, რა თქმა უნდა. შემდეგ set position და set position-ი ახლა თუ აქ -15 და 10-ია, მაშინ აქ იქნება 15 და 10, ხო? ამის
მოპირდაპირე მხარეს, ხო? ანუ y ღერძის პარალელურად. ანუ 15 წინმეტ და 10. y პოზიცია იგივე იქნება, x პოზიცია იცვლება. pen down. შემდეგ უკვე დავიწყეთ ფერის ჩასხმა. begin fill, ჭხილები. არ დაგვაწყდეს, შემდეგ გავაკეთეთ წრე, ამისათვის დავწერეთ circle და რა თქმა უნდა radius-ი ის 5 პიქსელი იყოს და ბოლოში and fill. გავუშვით, რანს დავაჭირეთ, მივდიდეთ happy, enter, ერთი თვალი დახატა, მეორე თვალიც დახატა. თუ თვალი გეპატარავებათ, მაშინ აქ 5-ის მაგრად უფრო დიდი შეგიძლიათ მივუთითოთ. ამის შემდეგ უკვე უნდა დავხატოთ მომღიმარი, ანუ გაღიმებული, ხო? happy პირი, გაღიმებული პირი. ამისათვის რას ვაკეთებთ? ესე იგი, ისე უნდა მივუთითოთ pen-up-ი. მივუთითოთ set position-ი. და ეს პოზიციაც შეგიძლიათ ცვალოთ თქვენ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მივუთითებ -30 და -10, ეს პოზიციებიც რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეცვალოთ. შემდეგ pen size-ი, რომ როდესაც აქ ნახევარწრეს დახატავს, მსხვილი იყოს, ხო? და pen size-ი იყოს 10. ან მსხვილი კალმით დახატოს. pen size-ი იყოს 10, შემდეგ როდესაც აი ამ პოზიციაზე იქნება, ნახეთ აი ამ პოზიციაზე როდესაც იქნება, აი აქ. ამ შემთხვევაში უნდა მოbrunდეს მარჯვნივ 90 გრადუსით, იმიტომ რომ ახლა ხომ ვიყურება მარჯვნივ და ქვევით უნდა გაიხედოს. ამიტომ right უნდა უთხრათ right 90 გრადუსი და აი აქ თუ გახსოვთ თქვენ ნახევარი წრის დახატვა როგორ ხდებოდა. აქ უნდა უთხრათ circle, ოღონდ რა უნდა უთხრათ, პირველ რიგში ვეუბნებით radius და 180, ანუ დახატე 30 პიქსელი რადიუსის მქონე ნახევარი წრე 180. წრის გრადუსული ზომა ხო 360-ია და ნახევარი წრე 180. გამივთითოთ happy, enter, დახატა ერთი, დახატა მეორე, დახატა მესამე და რა დაგვავიწყდა? ფერი დაგვავიწყდა. აი აქ დაგვავიწყდა pen down-ი. გავუშვით ისევ happy, enter, ერთი, მეორე და ფერს არ აკეთებს, აქ ფერს ასხავს, სადღაც ზევით გვაქვს შეცდომა black, აი აქ არის შეცდომა black. გავუშვით, ახლა უნდა გააკეთოს happy, enter, ერთი, მეორე და აი გააკეთა მომღიმარი. ნუ 10-ის მაგივრად ცოტა პატარას თუ მივუთითებთ სიტყვაზე 8-ს თუ მივუთითებთ pen size, უფრო happy, უფრო წვრილ სახეს ღიმილს გააკეთებს. კარგი. ეს happy გავაკეთეთ. ახლა უკვე უნდა გავაკეთოთ რა? მოწყენილი smile, ხო? ესე იგი, თუ user-ი happy-ს არ შეიყვანს და ნებისმიერ სხვა რამეს შეიყვანს, მაშინ უნდა იყოს მოწყენილი. ამიტომ რას ვაკეთებთ ახლა? აქ უნდა დავწეროთ else. ნუ შეგვიძლია წინა დავალების მსგავსად დავწეროთ else if და set დავწეროთ, მაგრამ მასე არ ჩაგვთვლის და else სჭირდება და ამიტომ დავუწეროთ else და ყველა ნებისმიერ სხვა ტექსტის შეყვანისას გააკეთოს მოწყენილი smile-ი. ამიტომ აქ შევქმნათ ახლა ჩვენ, ნუ დავწეროთ set და შევქმნათ ზევით ფუნქცია set. აი აქ ჩამოვედით, shift tab-ით უკან დავიხიეთ, ანუ კურსორი დავწერეთ უკან და დავწერეთ define set ჭხილები 2 წერტილი enter და ახლა დავიწყეთ მოწყენილი smile-ის გაკეთება. პრინციპში ზევით რაც გვაქვს შექმნილი, ანუ წრე იგივე არის. ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ და ჩავსვათ აქ, ანუ წრე იგივენაირად უნდა გავაკეთოთ. თვალებიც იგივენაირად უნდა გავაკეთოთ. მოდი გავუშვათ, დავწეროთ set, enter, ნუ წრე გააკეთა.
თვალებიც ხო იგივენაირად უნდა გავაკეთოთ, ამიტომ ამას წამოვიღებ, ამას დავაკოპირებ და ჩავსვამ ამ ფუნქციაში. აი აქ მოდი ეს ცოტა ქვევით ჩავწიეთ. აი აქ ჩავსვი, runs დავაჭირე, დავწერეთ set enter 1 2 და 2 თვალი გააკეთა. ხოლო ახლა გვინდა ჩვენ აქ მოწყენილი smiley, ანუ პირიქით, ხო? პირიქით უნდა ამოვატრიალოთ ეს მომღიმარი რკალი. დავიწყეთ, ესე იგი, pen size-ი მივუთითოთ, პირველ რიგში pen size და pen size-ი ზევით 8 გვაქვს, ხო? მითითებული კაი იყოს 8. ჩამოვედით ქვევით, შემდეგ pen up-ი იყოს. ჩამოვედით ქვევით, აი აქედან ახლა უნდა მოვიყვანოთ ჩვენ აი ამ წერტილზე. ამიტომ set position და თუ ჩვენ აქ გვაქვს მითითებული, ანუ ეს -30 და -10 არის ეს პოზიცია, ხო? და ასე უნდა დახატოს. ხოლო ჩვენ ახლა ცოტა ქვევით უნდა ჩამოვიდეთ და მარჯვნივ უნდა წავიდეთ. ესე იგი -30 არ გვინდა პირიქით. მისი მოპირდაპირე მხარე გვინდა, ამიტომ 30 გვინდა ძიმე, მაგრამ ზევიდან ხომ არ დავიწყებთ, ახლა ქვევით უნდა ჩამოვიდეთ, ხო? ამიტომ აქაც -30 უნდა დავწეროთ. Enter-ს ჩამოვიდეთ ქვევით და რა თქმა უნდა აქ იყურება მარჯვნივ და უნდა გაიხედოს ზევით. ამიტომ left 90 გრადუსით. და ახლა იგივენაირად გვჭირდება პრინციპში წრის დახატვა, მაგრამ pen down-ი არ უნდა დაგვავიწყდეს. pen down ჭრილები და ისევ წრე უნდა დავხატოთ ნახევარი წრე, ნახევარი რკალი, ხო? ანუ circle ისევ 30 პიქსელი და ისევ 180 გრადუსზე. გავუშვით, დავწერეთ happy. რა თქმა უნდა ასე გააკეთა, იმიტომ რომ დიდი ასოებით დავწერე, პატარა ასოებით დავწეროთ ახლა happy enter გააკეთა happy და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში set-ს დავწერ. გააკეთა ეს მოწყენილი. მაგრამ ნებისმიერ რამეს რომ დავწერო, აი თუნდაც წეღარ რომ დავწერე დიდი ასოებით happy, ხო? ან თუნდაც რაღაც დავწერო, აი ასე ავკრიბო და enter-ს დავაჭირო, მაინც მოწყენილ smiley-ს გააკეთებს. ეს რკალი ცოტა მსხვილი მეჩვენება, ამიტომ მოდი ერთით შევამციროთ. აქაც pen size-ი 7 გავაკეთოთ და მოდი აქაც pen size-ი 7 გავაკეთოთ და ნახოთ ახლა happy. მგონი ასე სჯობს 7. აი ნახოთ check. ჩაგვითვალა, submit continuous დავაჭიროთ და ეს დავალებაც ჩაგვითვალა და გადავდივართ შემდეგ ქვეთავზე, ანუ 1-18 დავალებებზე.